საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ ამოღებულია უპრეცედენტო რაოდენობის, კერძოდ 75,127 ბოთლი ალკოჰოლური სასმელი და 318,000 კოლოფი უაქციზო სიგარეტი. დაკავებულია დანაშაულში თანამონაწილე 7 პირი. გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებს შიდა ქართლის რეგიონში წლების განმავლობაში გააჩნდათ არალეგალურად მოქმედი ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი ქარხანა, სადაც კუსტარულად ხდებოდა სხვადასხვა დასახელების ქართული და უცხოური ბრენდული ალკოჰოლური სასმელების უკანონო ჩამოსხმა რეალიზაცია. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულ იქნა სარეალიზაციოდ გამზადებული 75,127 ბოთლი უაქციზო ალკოჰოლური სასმელი. საწყობიდან დამატებით ამოვიღეთ 318,000 კოლოფი უაქციზო სიგარეტი. გამოძიებამ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196 მუხლის მესამე ნაწილით და მე-200 მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით.